შევიდეთ თუ ძაღლის გვეშინია. ეხა ორ წამში გავაღვიძებ. კლარა ბებო! მე ვარ ნანუკა ჟორჟოლიანი. ნანუკა. ხო. რატო გადაგიყვარდი? აი, რა ვიცოდი, ცა ვერ მითხარი. სტუმრები თუ იყო. და რაღაცაზე გული გაქაცრუებული. ო. კი, ისე მითხარი, ადრე კაი გოგო იყავიო. აი, გოგო ახლა არ ხარ თუ? შვილი თუ ყავს. ორი. მართლა? არის რა? გავშორდი. ეს არ მომწონს ამ ფერი. აი, მე მგონი მაგიტო გადაგიყვარდი, ქმარს რა გავშორდე. სადა ქმარი უქმაროთ, რა ფერი ხმა ოჯახი. არა, მე ვარ ქმარის და ცოლიც. მუშამყავ ჩაში. ხო და ანა მაგას ათოხნი. ძრო ხატე ვღანე და 15 წრიანი. ხო და აბა საქმე ინდოურები და ყველაფერი მაგრამ აქანა სოფელი მაქვს აქანა ჩემი შვილები ქალაქში იქ ცხოვრობენ ეს ზაღლი როა იქ არა მაი ზაღლი ფერი არ გეტყვის გონია აბა შეგარო მითხარი არ ვიციო ბიბი გაიგე არის სერფონ ჩემი სიყვარული დაჟეკი თქვენ დაჟეკით დავждე დაჟეკით მამაზე რა ფედაჟები რა უსკავა რაიცა კემარი დაგერეკე პატა მას ვიცამდი გიფრანჭებოდი აი აქ დაჯექით თქვენ ნენ ამას ხომ ნახავს რას მეტყვის ბაღნები ვერ შეიძლება ქალო ქვეყნის კინკები გაკო უნდა მომიყვეთ ხა როგორ ცხოვრობთ მე ცხოვრობ ახლა კარგად საჭმელი მაქვს მაგრამ უშრომობ თუ არ იშრომე არავინ აფერს არ მოგწევს თქვენი შვილები თბილისში არიან ესე არა ჩემი შვილები სოფელში მყავს გათხოვილი წესიერი პატიოსნად გავზარდენ ქმარი ყავთ ქმრები ყავენ ნენა აბა რაფერი იქნება ქმარი თუ არ ყავს და ქმარს არ მიეფერება საღამოზე შვილს მაინც ცხოვრება სადაა მასე ხო შეიძლება აღარ არა ეს დანაშაულია იცოდი შენ დანაშაულია შენი ქმარი გვერდზე რომ არ ყავს იცოდი ხო მაპატიე არა როგორ გეკადა ყველამს მისი ცხოვრება აქვს მაგრამ მე არ მიყვარს და რა ვქნა მან ფერსა მე შვილებს სიყვარული ვასწავლე ისე ქმრის რომ სიგიჟემდე უყალდარიან ქმნებინენ ეს უნდა ასწავლო თუ უნდა ასწავლება დასათხო გოგო მას გადიოდა რა ქვია რაფერ მოქცეულიყო ოჯახში დედამთილთან მამამთილთან რაფერ მოქცეულიყო ქმარს როგორ უნდა დახვედრო და შვილებს და რა ვიცი ახლობლებს და ამას ასე არა ცხოვრება თქვენ რომ ხო მაგრამ ეს უნდა შეგიყვარდეს შენიც თუ ვიღაცა გასწავლის რომ შეგიყვარდეს გასწავლოს უნდა პატარობიდან თუ არ ისწავლე მე ვეფერს ვერ ისწავლინე აი როგორ ასწავლიდით აი ასე უნდა ჩაში რომ წევიყვანდი ჯოხი მეკავა ხელში მანქანის გზა იყო და აქანა მანქანა რომ გიაროს არ გიხედოთ არ მომჯაყოთ მეთქი მე უთხარი სირჩხილია ვინმე რამე გლახათ არ იფიქროთ მე შვიდე მერვე კლასში იყო გოგოები ხუთი შვილების დედა გავზარდე წესი ბიჭები იცოდა დღეში ვიყავ 12 შესრულებოდა ამ თოხაზნებში მივიდოდა ჩემი ბიჭები თუ უნდა მომეძებნა მომეყვანა ლენა გაზდაკი აშველის აღზდა უნდა შვილს რა თქმა უნდა თუ ლაპარაკობ თუ არა ჩემი შვილები თუ აღზრდილი აქ თქვას აგინმა ხომა დედა დამეწუნება აგინი რაფერი შვილები აი ცით რა მითხარით აი შვილები მყავ ჩემ დაჭკუას კარგავni ისე უყარვარ ყველას პატივსემს აი თქვენ რომ მითხარით რომ ქმარსო უნდა მოუაროსო ვასწავლე ბავშვობიდან აი რას ასწავლეთ როგორ უნდა მოუარო სიყვარული ხომ იცი კი აუცილებელია მაგის გარეშე არაფერი არ არის სიყვარულის ფასი აფერი არა იცოდი კი მეც ეს თუ არ გიყვარს ადამიანი ვეფეს ვერ იზამს აი ქმარი თუ აღარ უნდა ხარ ქმარს და სხვასთან მიდის ეს დანაშაულია მისი რატო შევქენი ისე პირობები ანუ ხალი უქმნის აბა სიყვარული რას ნიშნავს იცი ქმარმა სხვისკენ არ უნდა გიხედოს ისე უნდა გიყვარდეს და ხო შეიძლება რომ ხანდახან კაციც არასწორად იქცეს მაი შეიძლება ჩემი ქმარი რომ მიდიოდა ეგ დასასვენებლად იქით ხედებოდა ქალებს იყოს და ჩაფლული მაგრამ მე პატიობდი იმას რის ხარჯზე პატიობდი რატო პატიობდი და სიყვარული იყო იქინე ეგ სიყვარულია სიყვარული რა ვქნა აბა ანუ თქვენზე ხო უარს ამბობდა და სხვა ქალთან მიდიოდა დამაჩოქა მე შენ თუ მოგწონს აი ცხოვრება ასე მოგწონს თუ არა ეგ ჭიშკარი წინ და უკანო მისხა მიბძანდიო ბოდიში მეთქი უთხარი ანუ სუსტი იყავით და ვერ წახვალ სუსტი
მამათემა მითხრა მარილი და ჭადი, ცივი ჭადი რომ დააწო ლუკმა, ზეთო, იგი მე არ გებიგონოთ, მაგრამ მოვალ და მოვკჭერ კისერს რომ მითხრა. ანუ ესე იგი პრობლემა არის აღზრდაში. თქვენთვის რომ მამას ეგარე თქვა, თქვენ ხო არ აპატიებდით თქვენ ქმარს? დავიცი ხასიათები რაფერ აქვს ადამიანს, მე პატიობდი, ჩემ ქმარს იმფერია, დედამთილმა გამიშვა ურეკში, ისვენებდა სხვაზე სასტუმროში და მარი არ გენატრებაო და ჩემ სხვა თქმა იმენატრება, ისე მენატრებოდა მართლა რაღა გინდა ნენა. ხო და მეორე დღეს ვეღარ მოვიცმინე და უთხარი მივალ დედა მეთქი მე უთხარი წავალ გავამზადე ყველაფერს მეთქი უთხარი და გავამზადეთ ყველაფერი წევედი მივედით და ვიტებმა მითხრა არაო მაქანა სხვაზეა პლიაჟში შეიძლება ბაღნების წაწევ უკანო ახლა პლიაჟზე მეთქი და ჩვენ დაგვიტიეს პროდუქტიო ხო მე დავფიქრე ერთი ავალ ერთი რომელ ოთახში ცხოვრობ ჩემი ქმარი და სადაა და რა და იო მეხუთე სართულზე მეხუთე ოთახშიო მეთქეს ვიდრე აი მივედი მეხუთე ოთახთან და გრინტოთა კარი პატარა ნენა და შევიხედე ნენა და რას ხედა აი ჩემი ქმარი ჩახუტებული ვინც ხა გოგოს ბოდიში შვილება ბოდიში გიხდით ნენა ხო რა ის তো საბოდიშოა ხო და ჩახუტებული გოგოსთან რუსის გოგოსთან მე ძინავდნენ ჩახუტებული რა ქენი კომპანიკები რა ვქენი ნენა რა ვქნა დავფიქრე ჯერ 22 წელს ვიყავი და გავიწეს დავფიქრე რაფერ მე ვიცი ახლა მეთქი ისე რომ შემაწიფლა საფეზე და გლახა შევიქენი და ძალიან რთული მდგომარეობა მაგ მომენტში ხო და რა ვქნა ახლა აი ბაღნები არ ეკანებინა ადგილიდან აი სუნკებთან იქ და რა ვქნა ახლა მოიშა მე ვიყარები გავაღებ აწა მოდიდოთ კარი ხო და დავაწყე ის სუნკების სტოლზე მაგიდაზე შევიტანე დავდებინენა და გამივედი გარე და მივხურე კაცი და მივედი ჩემს შვილებს მოვკიდა ხელი და წამივედი სახლში. და არ გაშორდით? არა. რატო? მოვიდა სახლში. მე მივიდა, ხო და რა მითხრა თუ იცი? რა მითხრა და მოიაგე რომ მითხრა და გადამეხვია ბოდის გიხდეთ, გადამეხვია და ხალი შენ ყოფილხარო, შენ მე რა გააკეთე ამას 30 წლის ხალი ვერ გააკეთებდაო. მითხრა შენ რაფერ მეიქეცი სირცხვილი რომ არ მაჭამე ბიჭებთან და ხალხს ეიკინევ. ხო და დედა რა ვაკეკადება მეთქი მე უთხარი მაგის მე როგორ იქცეოდა მე უყვარდა პაცა სამი ახალ მოყვანი ვყალწივი და მე ეგეთ სამი დღე თურმე ჩემს მოყვანამდე სკოლებოდენ ახანა რუსის გოგოები მოყავდნენ ჩაის საკრეფა და მათ რუსეთში და მეხუთე რა ნასაკირალი ხომ გაიგონია კი როგორ არ გამიგონე მისი მეხუთე მეოთხე რაიონები და ახანა ბიტები იყვნენ ცხოვრობდნენ ხალხი ანუ არ შეიცვალა შეიცვალა მე ასაკში რომ შევიდე ესე იგი პატიება არ არის სწორი გამოსავალი რატო მაგალითად იმიტომ რომ გონია რომ არასწორია ეგ გადაწყვეტილება არა არ თქვა მაგი არ თქვა იმიტომ შვილებს მამაში იდება და ოჯახს კაცი მე ახლა სხვა კაცს ვუწყებდი დემლას თუ რა ახლა კაცო მე ერთი მყავდა და იგი იყო ჩემი საბოლოო ცხოვრება და ყველაფერი მე იმას შევსწირეთ 55 წელი ვიყავით ერთად ახლა მე ქმარს რომ გავშორებოდი მაგრამ როგორ იყავით ერთად ამას მნიშვნელობა არ აქვს გადასწარე ჩემთან იყო არაჩვეულებრივი ადამიანი მიყვარდა სიგიჟემდე უყვარდი მასაც არაუცნაური სიყვარული იწოდა იანი ნიჭიერი ყველაფერი კოროლიტი კაცი იყო ამ კუთხეში მე თქვენ ახლა ვერაფერში ვერ გადაგარწმუნებთ და არც უნდა გადაგარწმუნოთ მაგრამ არა იმიტომ რომ თქვენ და თქვენი ასაკი გაქვთ მე პატივსამ მაგრამ ახალგაზრდებს ვეტყვი რომ არ აპატიონ რას არაპატიო ღალატი ქმარს. თუ შვილი გააჩინა და იმაჩვენ რატო? იშვილი მარტო ქალისაა, კაცო, კაცის არ არის, კაცმა უნდა იცოდოს შვილი ყავს. კაცმა წევიდა ეგეთ თიახუტა უკეთესი ქალი დეინახა რა მოხდა? დეიქცა ქვეყანა? დაიქცა. არა, ათქვათმა. მოწმენა გქონდანენ, ახლა აღარა მოწმენა. ვეღარ ის. ძალიან კაი ბებო. ხო, გამევდგებოდი დედამთილმა არ მიყვიროს მეტი. აფერი საქმე არ მქონდა და მაინც რაცხავს თავიდან წმენდი დაზდა იმას. რომ მე დილას დავხვდე დედამთილმა 10 საათამდე ვერ ავხდები. არა ბებო, მაგას ზალადობა ქვია დღეს. არა დედა. მე დევეთანხმე იმ ხალს. აბზანდიებ ქსაძე, საჭმელები გუკეთე ბაღნებს და ისე წაი ჩაშიო მეთხრა. ჩაიშიო? აბა, 5000 მეტრო ჩაი მქონდა კოლექტივში. ხო, დავტიებდი გაკეთებულ საჭმელებს და მე მოვიდოდი 8 საათზე. ალბათ ერთი 80 კილო ჩაი მოკრეფილი მქა მოვიდოდი ბაღნებს ვაჭუნდი ავაყენებდი მე უენოთ მაგრამ დედამთილმა მომკიდა თვალში ხალი გამომაგდო ლოგინდა ბაღანატირის რატირი რაფერი ტირის შენ რა გასათხოვთალი იყავი ანუ ნახეთ რამდენად მნიშვნელოვანია დრო და გარემოებას ანუ თქვენ არიცოდით რომ მაშინ ძალადობის ხარბი ყავდა ეს ნორმად მიგაჩნდა კარგია რომ დრო შეიცვალა და დღეს ვიცით რომ ყველაფერი ძალადობა ხო რა ძალადობა გალახვა ძალადობა
თმის მოგაჯვაზეს აი, დაგდება. ახლა რა მოხდა მე რა, აი, ხმარი მიყვადა და შვილი დაინენა და მე ყველაფერი მე ვითმინე მეთქი, მოთმენა იყო უწინ ახლა რა. ხო და აი ეს კარგია რომ შეიცვალა. მე თქვენ თმაერ მოგიწევ დედამთილმა და გადმოგაგდო. არ უსურვებ, რომ ეგ ვინმე მქნას. არ უსურვებ. მითხარ, მოწყენილი არ ხართ აქ? აი, რა მომაწყენს აგინთან? 24 საათი გუშინ საქანა ვიყავ, თუ ხედავ ჩიოდე, ნანუკა მოდის რომ მითხარით თქვენ? დედა, ასე უპატევთ ზემოთ აიხალხი. ძროხის ყველა მემა, ყველი მემა. ნადუღარი მემა, კვერცხი მემა. ყველაფერი მემა, ნენა და აგინი რიზა უნდა წასულიყო უხაჭაპურო და მე ახლა გაკეთებ არ შემიძლია. არა, ჩემ გავაკეთეთ ხა. შენ უკვე ვჭამეთ. გაკეთეთ ყველაფერი? ყველაფერი ყველი წეიხა, ნენა. წეიხა ყველი მოი. და გამოუცხე, კიდევ თქვენ მიდიხართ ხეს? ხვალ. ხვალ მე წეიხა ყველს მოგცემ ქალე გამოუცხე, ჩემ სახელზე ამბაღნებს, აი იგი ხაჭაპურა და მე. რაფერი მიყვარდა ქმარი, რაფერი კაცი იყო, იცი, გადასწარე. მოღალატ. არა, მე სურათ მოგიტან. მიდით. რას ქვია, მოღალატ. ეგ მოღალატა კაცი. არა, ამნაირი რაღაცებს პატება ჩემ. მე რა? ნუ იმედი რა. არა, ყველაფერი შეიძლება მულაკეთები ვარ, ნენა. შეხედი ამას, ნენა, შეხედი ჩემ ქმარს. ნენა. ნენა ამას ჩვენ აცვალ. ჩამომივარდება დაი. ნენა, ჩემი ქმარი, ნახე რა ბიჭი იყო. უიმე, ძალიან სიმპათიური. ძალიან რა ბიჭი იყო, ნენა. ამას კაცი, ნენა, შეხედეთ რა ქმარი მყავდა, იცი, ჭკვიანი თან, ჭკვიანი. მე აგინი გადივიტანე თვითონ ჭკვიანი და კაი რომ იყო. თუ არა იცი, მეფერი ხალი ვერ გადიიბუძლებდა მაგას. ვერა. რამდენი წლის იყო როგორ დაიცვალა? 75 წლის. უიმე, რა ზრითი ეს ახლა? 5 წელი. რა იგი, კორონა. რა სამფო. მას ვიდი მიყავით, ქობლეთში ვიყავით საბატყოფოში, მეც კორონა მქონდა, მე გადავჭი. ხო და აი მომიგდა რომ მევყვან სახში. მე რომ სამემართოს რამე, ხო? ვიდი რა ქვია? მიხარია ჩემ ქმართან. და იბრუნო ეგება ქმარი. არა, ვერ დავიბრუნებ. მაგრამ შოლი მოიყვანა. შოლი მიიყვანა. ხო. ვაიმე დედა. აბა, შვილები ყავს? შვილი არა. ჩემ გაყავს შვილი. მაი ვერ ყოფილა კაი ბიჭი. ხო გითხარით, როგორ უნდა შოურიგდეს, შოლი მოიყვანა. მე არა, ამას ჩემი ქმარი ავაიკაძებდა შვილების და გიდებოდა ჭკვიანი, მიჭიერი ასწავლე,აფერი მიჭიერი შვილები მყავდა. ვერ ვასწავლე შვილებს თბილისში, რეიზა იცინენა. მე ვერ მოვარდი გოგოებს იქინე. გოგოებს ხომ იცი რაფერი ახლა, რაფერი მოსარე ბიძებარესია. ხო და დავატიეს სახში, აქანა ვასწავლე რაც ხა იგერ ის რა ქვია, სექტნო დავამთავრები ეგერ, აქანა იყო გახსნილი ფილიალი, ის რა ქვია, პედაგოგების ფილიალი და იქ ვასწავლე და რაც ხაჩორი ახლო აქანა. ბედნიერი ქალი იყავით ისე ამ გადასახადში? ბედნიერი ქალი აი არ მყავს თუ არა, ისე უბედნიერესი ქალი მყავს. ქალი ვარ, შვილები მყავს, ვირთასაც ყველა კარგად ცხოვრობს. კაი შვილები, კაი სიძე, ყველა ორ დღეში მე წყალს არ მალევიებენ. კოკა-კოლა და ფანტა და იგი მოაქვენ ჩემთან სიძენებს. ცეცხლიცი ვარ ახლა რა ვქნა მე ხარ რა გიყვარებები ძალიან საყვარელი ხართ. საყვარელი ანუ ისეთ საყვარელი ხართ რომ მაგისტორიაც კი მე საყვარლება თქვენგან. მართლა ოღონდ აი ვისგან შეიძლება ესეთი ისტორია საყვარელი იყოს, მაგრამ თქვენგან ეგეც საყვარელია, ისეთი საყვარელი ხართ. ვერ ვარ საყვარელი დავბედი ახლა და აი ქმარ ვიზე შეიძლება რომ ვაპატიო ესეთი ღალატი, მაგრამ ვაპატიო კი არა გაბუგო, მაგრამ თქვენ გაგიგეთ. გამიგეთ? კი, ძალიან საყვარელი ხართ და მხოლოდ მაგის ხარჯზე. აი გავიცი. აი ახლა დასაკეთებლად წევიდე და მაყარენ სიცილი იქინე. რა დროის მაგის კეთებაო, მან ფოტო იმან რა ქვია. სურათის გამკეთებელმა ახლავო მითხრა, მაი 5 წელიწადი აქტარია და შენ წინ დღით რომ კდებათ, მაგრამ მეორე დღეს ეგეთ ცეკვებენ რესტორანში ქალები და შენ რას აბძლობ. შვილის დაბადების დღე მქონდა ნენა, რესტორანში გადიიხადა და წევედი გინდათ რა წამოვიწვა, არ მივდიოდი რესტორანში. მივედი კარებთან და არ მივდიოდი. შედა რას ქვია, მაგრამ მყავს და რესტორანში რა მინდა მეთქი. ისე მაინტერესებს, ეხლა რომ მითხარით, ბოლოს დაჭკვიანდა, როდის დაჭკვიანდა? როდის დაჭკვიანდა ნენა და ერთი ასე 30 წლის 35 წლის ასაკში. მაინც ახალგაზრდა დაჭკვიანებულა. რის ხარჯზე რა მიმოქმედა? ნამეტარი მოგვაძალა შვილების გაზდა იმან საქმემა და ოჯახმა გადაწყვეტა. ხო, იმდენი იგი, რა ქვია.
ხო და იქინი ავარიაში რომ მოხდნენ და იგი თქვენ რომ ნახეთ ვიდეო ლუკმას საყვარელსაც უვაძებდი და მასაც ჩემს ნახე ვიდეო მაი ვიდეო შე ხო თან საყვარელს რო ულიდით მისი აბა რაი ნენა მითხრა დაჭვენ ბალენსაში და მივედი მუტანი ჩემს საჭმელი და არ ვაძლევდი გაკუჭებული ვიყავი და ჩამიფუჭულა მოიაგერო მივედი მომეფე ბუდისტ თქვენთან და იგი გეხვეტები უპატრონო და გეხვეტები ჩუდები საჭმელი ამასაც პესიო ხო და აი გამიგეთა ჩემაკმა და მე მიყვარდა თმარი ასე აბა რაი ნენა ანუ მოიცადეთ ამბავი რა იყო თქვენი ქმრის საყვარელი იყო და თქვენ ქმართან ერთად მოყვა ავარიაში ხო მოყვენა გადაბრუნდა მერია გაიგონია სოფელი მერია არა არ გამიგონა ხო გაიგონია და ახლა იგეწოდინებ და თქვენ რომ მიხვდით გაიგეთ იქ რომ ეს თქვენი ქმრის საყვარელი მოვიდნენ აქანა და ასე თქვენი მეუღლე და ია მეზობლის ბიჭი იყო კიდევ შოფერი ხო ტევედით იქნე უკანდა თქვენი ქმრის საყვარელს რაღაცა ულიდით მამა მისხა უპატრონო და ცოდვაში თავად აი ქმარს რო ეთქვა რომ გადახტი მდინარეშიო გადახტებოდი უფალო შემიწყარი გადახტებოდი აბა რა ახლა ასე არა ცხოვრება ბიძია ქმარი შენი ქმარი არა მათალი არა მათალი შენი მეც ესე მგონი თანაშაული ჩეუდენია ძალიან მაგრად შვილი თუ ყავდა შვილი დატია და ცოტივიდან ენა უკეთეს კალთა ხო რავი ძალიან კაი რო წავიდა უკეთესად ვარ მასლა უფ ბევრად კიდე კაი რო წავიდა აი ათქვა ღმერთს ყვარები ვარო წავიდა არა ათქვა აი ათქვა ნენა რიზაჩი მაგას მე წყლება გული მაგას რომ ჩიბეშენ ასილება ქმარის მასე მოხსენიებ წევიდა მარაკ ნახათ არ მეხსენენ გახათ კი არა ღმერთის მადლობელი ვარო წავიდა ვარი რაცხა კი მახსოვს გონია მე მე მგონია რომ უქრო ცხოვრება ძალიან კაია. აპაპაპაპა მაიათქვა. ძალიან ბედნიერი ვარ უქროთ. ბედნიერი ხარ ახლა შენ გონია ბედნიერი ხარ? კი, დარწმუნებული ვარ. შენ გონია მართლა ბედნიერი ხარ? 100%. არა, ვერ ხარ ბედნიერი ნენა, არა, მაი არა ბედნიერი. დასლაპარაკობ, ძალიან ბედნიერი ვარ, კარგად ვარ, ჩემ თავს ვეკუთვნი. დღის წესრიგს მევადგენ, როგორც მინდა ისევ ცხოვრობ. ძალიან ბედნიერი ვარ. მაშინ ვიცი ახლა სხვა მამაკაცი თუ ყავს? არა. არა, ხო? არავინ არ ყავს. ყავს ნენა, მაშინ ვერ ხარ ბედნიერი. მარი აუცილებელია ქალისგან. რომ არ იყოს საჭირო მაშინ არ გათხოვდება და რაც მე იყვანს არა. ნუ რაღაც ასაკში ალბათ გავთხოვდები. როის? 50 წლის რომ იქნები. რამდენი წლის ხარ შე? 46-ის 4 წელი მაქვს კიდევ. შენ ახალგაზრდა ხალი ყოფილიყარ ნენა? ხო და გამოჩნდება ბედი. მაგრამ უარე ბედს და სიყვარული ჩეხტი. იმანაც მომიაროს, კაი? მოგიაროს უნდა აბა. მე სამხრივი მოვლა არ ვიცი კაცის, კაცმაც უნდა მოვიაროს ქალს. ეგ ორ მხრივია. არ იქნება მასე არ გამოაპატად, აჩვენო უნდა კლასი შენც. იმანაც მაჩვენოს კლასი. რა კლასაც მაჩვენებს, მეც იმ კლასს ვაჩვენებ. პატარა მეტი აჩვენო შენ მაგ. არავითარ შემთხვევაში ბალანსი შედგება აი ესე ბალანსისგან. აი. რასაც კაცი გაჩვენებს, ის ქალმა უნდა აჩვენოს. მე ვერ გეთანხმები მაგას. ქმარის სიყვარული არის პირველი. მეც ესე მგონია. ჯერ შვილები, მერე ქმარი. და ქმარსაც უნდა უყვარდეს ცოლი. აუცილებლად. ერთნაირად სიყვარულია და მაგას სათუთი და მოსავალებია. სიყვარულს უნდა გაფრთხილება. თუ არ გაუფრთხილდი, ისე არ გამოვა შვილო არაფერი არა. ერთმა არკნას ჩემს სოფიოს ნასოფლარი დაეკვირა. არსებობდა ულოცულობ იმის რომ შუქი მაინც ეთქს. ცოცხალია სოფელი. მე ამ სოფელში 20 წელია თუ იმას არ ჩავთვლით რომ ვიღაც ერთის ორის კვირით ან ერთი თვით გამაჩნდება. დანარჩენი მარტო ვარსოა. წინ მიჭირს ლაპარაკი. მაშინ ვარ ცუდად, როცა საქმე არ ამოგდა თიქრის დრო მრჩება. ყველაზე მძიმე ჩემთვის რა არის და მამსმენი რო არ აქვს. აი რომ მაგრად ტკივა და სხვა არავინ არ უთხრა.
ჩემს ახალგაზრდობაში იყო 32 კომი. შეიძლება 3 ადგილას ყოფილიყო თქვენ რომ ბირჟას ეძახით. ჩვენთან ერობანი. და სულ ერთები ვიყავით. ამ სოფელში მარტო ჩვენა ვართ ერთი გვარი ფიცხელაურები. ერთის პაპაიშვილები ვართ. უფროსთან ბირჟაზე თქვენ ერობაჩი ვერ მიხვიდოდი. სადაც უფროსები იყვნენ, ძალიან მაშორებით უნდა დამდგარიყო. უმცროსი რო იდგა იქა და ვერ შეიგინებოდა. არ შეიძლებოდა. და გამოთქმა იყო ეგეთი კეთყოდეს, რუსი რო არა ხარ, გწვენიანო. არ გწვენიანო ქალაქელი რო არა ხარ. როგორ იქცევი? მე იმ თაობაში ვარ ისევ. იმათთან გავიზარდი. იმათი ნაამბობი მახსოვს. ტკივა რო იკარგება. ჩემნაირ გლეხსა თქვენი საუბარი ხშირად არ ესმის. თინეიჯერი რა ერის. მოზარდი, ახალგაზრდა. ჩემი ქართული რა ის და გავიწყდა, მერტი არა ყავდა. დილა რო თენდება, ველი 1-2-3 საათი. როდის გათენდება? მერე ვეძებ რა იგავაკეთ. საჭმელიც მინდა, თავის მავლაც მინდა, რა ვიცი მე. არის რაიღაც გასაკეთები რა. ვეძებ რო ხარ დავდივარ, ასო დავდივარ რა. ყოველ ბიჭზე, ყოველი ქვა, ყოველი კედელი ჩემთვის წარსულის გახსენებაა და ის ტკბილმწარე მოგონება, რომელიც ჩემ ცხოვრებაში იყო. მე გული მტკივა რო იშლებ. მოხუცების ხდანა, ერთმანერთში საუბრობენ და ერთი ბრძენის აი მათი პაპა იყო ეგ. იმის ნათქვამია. მე ის მენანებო ბოლოს ვინც დარჩებაო და სოფელს უპატრონოს დაინახავს. თურმე ეს მე ყოფილვარ. ყველა ბავშვი პირველ განვითარებას ბაღიდან იწყებს. პირველ გაზიარებას სწორედ ამ სივრცეში სწავლობენ და მათ შორის დათმობასაც, როცა სათამაშოს აძლევენ, ან ართმევენ. პირველად სწორედ აქ სწავლობენ საკუთარი პოზიციების, აზრების, საკუთრების, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად დაცვას და უფრო მეტიც. სწორედ აქ იაზრებენ, რომ ყველა გამოწვევას მშობლების გარეშე, ანუ ინდივიდუალურად და მარტო უნდა გაუმკლავდნენ. რაც ყველაზე მთავარია წარმატებისთვის, მე ასე მგონია და ასე მჯერა. სწორედ ბაღიდან იწყება პირველი აღქმა ამ სიტყვის და მისი აუცილებლობის. დილის 9-ზე უნდა იყო დანიშნულების ადგილზე და იტირებ თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. თამაშის წესია დარჩე იმ სივრცეში და ნებისმიერ შემთხვევაში ასე მოხდება. დღევანდელი მაგალითისთვის შევარჩიეთ ბაღი ახალი ეპოქის ადამიანები და ერთ-ერთი მიზეზი მისი 18 წლიანი გამოცდილებაა. უფრო კონკრეტულად კი შევარჩიეთ დიდი დიღმის ფილიალი და გმირსაც, რომელსაც ამ ბაღის მომსახურებას 1 წლით ვაჩუქებთ, სწორედ ამ უბანში იცხოვრებს, მაგრამ მანამდე უნდა ვიცოდეთ. ბაღში შეგიძლიათ მიიყვანოთ 6 თვიდან 6 წლამდე შვილები და მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს იშვიათი გამონაკლისია. ამ ქალაქში სულ რამდენიმე ბაღი არსებობს, რომელიც 6 თვიდან ბავშვებს იღებს. სამუშაო საათები 9:30-დან 20 საათამდე, ანუ მშობლებს გახანგრძლივებულს თავაზობენ. უბრალოდ უნდა გაეცნოთ სასწავლო პროგრამას. ფრესკული, რაც ნიშნავს სკოლისთვის მომზადებას, ინგლისური ენა, მუსიკა, ხელოვნება, მეტყველების განვითარება და ეკოთავგადასავალი, რაც ბავშვების ბუნებასთან დაახლოებას გულისხმობს. ბაღს ემსახურება ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ადრეული განვითარების თერაპევტი, კვალიფიციური პედაგოგები და ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს ვიდეო კონტროლის სისტემა, რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი სივრციდან თვალყური ადევნოთ, რას აკეთებს თქვენი პატარა. ბაღმა შემოგთავაზა ასეთი ტიპის ექსპერიმენტი. დიდი ღომში ავირჩიოთ ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ჩვენ მოგვინდება და 1 წლიანი მომსახურება შევთავაზოთ უფასოდ, თუმცა მნიშვნელოვანია გმირი, რომელიც შევარჩიეთ. ჩვენი გმირი არის ლივიენ გუჩმაზოვი, 3 წლის გოგო, რომელსაც დედამ საჯარო ბაღში ადგილი უბრალოდ ვერ უპოვა. ამიტომ ლივიენის დედა იძულებულია არ იმუშაოს და სახლში იყოს. ჩვენი გადაწყვეტილება ლივიენი გახდეს ამ ბაღის ერთ-ერთი წევრი ნიშნავს იმას, რომ ლივიენის დედა მუშაობას შეძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ეპოქის ადამიანები ეხმარება არა მხოლოდ ბავშვს სწორ ინტეგრაციაში, არამედ მის დედას
და ეს ნიშნავს იმას, რომ ქალების გაძლიერება ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია. და ალექსანდრე ვართ 5 წელი ერთად. 5 ივლისს გვისრულდება 5 წელი. სამსახურში გავიცანით ერთმანეთი, მე ვცხოვრობდი ყვარელში და პანდემიის დროს ისიც წამოვიდა ყვარელში, ასე რომ ვთქვათ, სამუშაოდ და მეც მივაკითხე სამსახურში. მუშაობდი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, საინფორმაციო ცენტრში ოპერატორად 9 წელი და შემდეგ უკვე დავინტერესდი კონდიტერით და აი მაგ სფეროში გავიცანით ერთმანეთი. ეხლა არაფერს სამწუხაროდ დიასახლისი ვარ, ვქმნის სხვათა შორის სათამაშოებს, ჩემი მოგზაურული სათამაშოებია ესენი და რა ვიცი, ვზდი ბავშვებს. ლა ორი ბიჭის მერე რავი გოგო ძალიან სხვა იქით და მაწევით, ანუ ერთ-ერთი სირთულე რაც არის მესამე შვილის შეძენასთან ის რომ სამწუხაროდ ვეღარ გავედი სამსახურში. იმიტომ რომ პატარა იყო, ძიძას ესე ვერ დაუტოვებდი, ტყუპების შემთხვევაში უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ სამხში დამხმარეები მყავდა და ამის შემთხვევაში არავინ არ მყავს დამხმარე და ბაღში ახლა რო ვცადეთ დარეგისტრირება, ვერ დავარეგისტრირეთ, საბუთებიც გვაქვს მიტანილი საჯარო ბაღში, მაგრამ რეზერვშია, ხო ესე გითხრას რომ რეზერვშია და კერძო ბაღის ანუ თანხა თქვენს ხვდებით რომ ძალიან ძვირია. ახლა სამსახურში რო გავიდე, რამდენი მომქონდეს ხელფასი რომ შევძლო 800-1000 ლარის გადახდა. აქედან გამომდინარე ეს მაფერხებს რეალურად ანუ ფინანსების გარდა ანუ დავიღალე სახში ჯდომით სიმართლე თუ გაინტერესებთ და ანუ მეც მინდა განვითარდე. რაღაც დავკავდე რამით და ასე შემდეგ. მე 4 წელი დაიწყო რაც სახში ვარ ეს. ვსდი ამ ქალბატონს. რა ლამაზი. რა საყვარელი ხარ გამარჯობა. გამარჯობა თქვენი ჩვენთვისაც. იდეა რა ლამაზი ხარ. ძალიან მომწონს. აი აჩუქედე. აჩუქე თოჯინადე. დაიცადე ეს გამოგვირთო. აჩუქედე. ძალიან დიდი მადლობა მე შევინახავ. უღრმესი მადლობა. მთელი გზა ვფიქრობდი ნეტა როგორია თქო და აი ასეთი ლამაზი თუ იყავი არ ვიცოდი. ლივიან მე და შენ შევიდეთ ბაღში? წამომყვები? მოდი, წამოდი და ვნახოთ სად მივდივართ. ვაიმე მე მგონი ძალიან ერთობიან ბავშვები აქ. გამარჯობა. ვაიმე როგორ ერთობიან? ნახე, საერთოდ შემოგიტანა, რა საყვარელია. რა საყვარელი ხარ? ძალიან საყვარელი გოგოები არიან, ხო? წამაბა ვნახოთ შიგნით. ვაიმე რა ლამაზი ხარ და საყვარელი. 4 ბუშტი მომიტანა, მე 5. ყვავილი მომიწყვიტა, მეტი რა ქნას. შემო სიყვარულო, ძალიან დიდი მადლობა. ანუ მე იმდენი ხნის წინ დავდიოდი ბაღში, რომ ეს ყველაფერი არ მახსოვს როგორი იყო, რომ იცოდეთ. არის რაღაც მიზეზები, რომელიც ქალებმა უნდა აკეთონ. და ჩემი აზრით ბაღი არის ის ნაწილი, რომელიც ქალებმა უნდა აკეთონ, არა? აუცილებლად და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბაღი ან არის შენი, ან არ არის შენი. სხვა შემთხვევაში რითი გძნავ? პირველ რიგში ალბათ იმით, რომ ყველაფრის საშუალებას აძლევ ბავშვს. აბსოლუტურად ყველაფრის იყოს თავისუფალი, იყოს დამოუკიდებელი და რაღაც კრიტერიუმებში და ჩარჩოებში არ აქცევდე, რასაც აღზრდის ეგრეთ წოდებული წესდება ქვია. ხო, ჩვენი ბაგებით ადრინდელი, ხო? ნუ რაც უკვე ადაპტირებულია ევროპაშიც და ჩვენთანაც საბედნიეროდ, ეს არის თამაშით აღზრდა და აღარ არსებობს რაღაცა კრიტერიუმები და წესები. კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, ვფიქრობ, გაიზარდოს ბედნიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნება. მაგის გარეშე გამორიცხული. და არა იმით, რომ კუთხეში დავაყენოთ, არამედ იმით, რომ ვესაუბროთ და აუხსნათ, არა, რაღაც ეს ყველაფერი ძველი მგონია, რომ წარსულს ჩავ. ეს ძალიან ჭკვიანი თაობა მოდის. არ გვპატიობენ შეცდომებს. გამორიცხულია. დღესაც საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ემხრობა ისევ იმ კაცრ აღზრდას, მაგრამ თვითონ თაობა არავის აღარ აძლევს მაგის საშუალებას. აძლევთ უფლებას ლაივში უყურონ მდინარე პროცესებს. ნებისმიერ დროს შედიოდა თქვენი შვილი ნახოთ რა საკეთებს. მნიშვნელოვანია. ვიღებთ მშობლისგან ნებართვას. რა თქმა უნდა. ვაფრთხილებთ, ეცნობა შიდა განაწესრო კამერები უყურებს და უშუალოდ ყველა ჯგუფს. და სადაც არ უნდა იყოს მშობელი, რომელ ქვეყანაში არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში თვალყურს ადამიანს მიშველს. კაია. სპორტული აქტივობის თავისუფლების ოთახია. ხო, სადაც ასე ვთქვათ, ნაკლები გაწერილი აქტივობებია და ეძლებათ ბავშვებს საშუალება, რომ მართლაც იყვნენ თავისუფლად. მითხარი, მოგწონს? ხوار მოდი ფეხზე ხوار გავიხადოთ და ხوار გავერთოთ. ჩვენ აქ შეგვიძლია აი ამაზე ასვლა. თუ როდესმე მთასვლელობა მოგინდება,
ანუ ტაში თუ შეიძლება. მართლაც რომ. ერთი ფერი ერთად უნდა ჩავდოთ? წარაჩვევი ხო? ყოჩახ. всё, უკვე იცის. ყველაფერი იცის. მე მგონია რომ ძალიან კარგი ადგილა, ძალიან კარგი ბავშვი მოვიყვანეთ და მე ვარ ძალიან კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი და ძალიან დიდი მადლობა რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცით. თქვენს მოლოდინს. ანუ რო გითხარით რომ აი ამას აპირებდით, რასაც აპირებდით, რომ აი ბავშვისთვის შეგეძლოთ იმის შანსი მოგეცით, რომ ამ სივრცეში მოხვედრილი ყავ უსასყიდლად, აი ძალიან დიდი მადლობა. და მე მგონია რომ ძალიან სწორი გმირი შეირჩა თავისით. ვაიმე, როგორ ჩუქეს მანახე მე. ვაიმე, მანახე რომ თამაში რა არის? მე მგონი მეც მომწონს ეგეთ რაღაცაები. ვაიმე რა მაგარი. რა სილამაზეა. გილოცავ დღეს შენ პირველ დღეს, პირველ ნაბიჯს უსერიოზულეს და უნივერსიტეტში რო ჩააბარებ, გაგახსენდეს საიდან დაიწყე.